დღეს უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ქართული ბიზნესის ისტორია, რომელიც ეხება კომპანია Delicatos და მისი შექმნის როგორც საიტიდან ვატყობთ ხოლმე პირველი შეხება არის მისი შექმნის კარგ მოგონებებს, რომელიც გემოსთან ასოცირდება და წლების განმავლობაში Delicato ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა. 20 წელია, რაც კომპანია დაფუძნდა, 21 წელიწადში გადააბიჯა. უკვე 2005 წელს დაწყებული გზა ეს არის მცირე საოჯახო სამზარეულოდან დღეს ეს არის მრავალპროფილური მობილური კვების უზრუნველყოფის კომპანია, რომელმაც ბაზარზე საკუთარი გამორჩეული ადგილი დაიკავა. მე აღარ მინდა შესავლის დიდხანს გაგრძელება და მინდა ვისაუბრო თუ როგორ განვითარდა Delicato აი ამ 20 წლის განმავლობაში, რა ეტაპები და გაიარა კომპანიამ, როგორც გამოწვევების, ასევე განვითარების თვალსაზრისით და ცხადია, რა გეგმები აქვს 2026 წელს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ დღეს სტუდიაში Delicatos დამფუძნებელთან და მმართველ პარტნიორთან დავით ზაქარაია არის ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. მე მგონი შესავალში ყველაფერი ზუსტად იყო და არ გამოჩენია არაფერი. აბსოლუტურად ზუსტად. 2005 წელი რომ ახსენდება, მე კიდე ცოტა ადრე დავით მახსენდება იყო რაღაც პერიოდი, მაინც უფრო 90-იანებში, როცა ამ სამზარეულოებით იყო დაკავებული, მე მგონი ლამის ნახევარი თბილისი. ამ წვავდით, ამ ხარშავდით და ვაბარებდით მერე უკვე იმ სამზარეულოებს, რომელიც იყო შექმნილი. რა ხდება 2005 წელს და რა გადაწყვიტა თქვენმა ოჯახმა და რას მისცა დასაბამად? 2005 წელი შეიძლება ხასიათდებოდა იმით, რომ რაღაც გარდამავალი პერიოდი იყო, ეხლა უნდა ვივარაუდოთ ძველი ბნელი დასრულდა და რაღაც აქტივობა იწყება და საოჯახო სამზარეულოები ახლა სადაც შეხვა სუპერმარკეტში ყველგან შეიძლება მზაკერდების ყიდვა. მაშინ უფრო ბევრად უფრო ნაკლები იყო და ესე პატარა საოჯახო სამზარეულოების სახით იყო ძალიან ცოტა მაღაზიები და თვითონ აი შესვლა და წონით კერძის ყიდვა იშვიათი იყო თბილისში. და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს მიმართულება აგვეღო. როგორი იყო ეს პირველი წლები? მე უნდა დავკავშირებოდი მაშინდელ Delicatos, 20 წლის წინანდელ Delicatos ტელეფონით დამიმზადებდნენ თუ აი რა ხდებოდა უკვე პირველ წლებში? 20 წლის წინანდელ Delicato იყო ერთი პატარა სამზარეულო, პატარა მაცივრით, პატარა ფართი, მაგრამ გემრიელი კერძები. ეს იყო ჩვენი მთავარი, რომ ხარისხიანი და გემრიელი ყოფილიყო კერძი. მხოლოდ შეიძლებოდა ადგილზე მოსვლა და ყიდვა. სულ ცოტა ხნის მერე თვით მომხმარებლისგან მივიღეთ თხოვნა, რომ ჩვენ ცოტა მოშორებით ვართ, ბევრი სიარული გვიწევს და რო დაამატოთ მიტანის სერვისი და ჩვენს დავამატეთ მიტანის სერვისი. და აი ესე ნელ-ნელა როგორც მოთხოვნა იყო, ჩვენ შესაბამისად ვცდილობდით, რომ დაგვეყაყოფილებია დავარქოთ. თან საინტერესო თემა იყო მიტანის სერვისი, ბევრი არ იყო. მე ბუკლეტები დავბეჭდეთ ორგანიზაციებში, შევედით, მე თვითონ მძღოლთან ერთად დავდიოდით რაღაცები. კორპორატიულ კი ბატონო. მომავალ კლიენტებს. სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდით. მე მიმქონდა ვიღაც ამზადებდა ერთად. დავით, გარდამტეხი წელი. აი თუ 2005 წელს სწორი აღმოჩნდა მიმართება, რომ დაიწყეთ ეს ყველაფერი. გარდამტეხი წელი როდის არის? აი ეს ზარი ხო არ არის, რომ დაიწყეთ მოტანა ან რაღაცა. ეს დაახლოებით 1 წელიწადში დავიწყეთ ადგილზე მიტანა. დიახ, მაგრამ საწყისი ეტაპი იყო საკმაოდ რთული, ალბათ როგორც ყველა ბიზნესში და ახლობით 9 წლის შემდგომ ისეთი პერიოდი იყო, რომ ვიფიქრეთ გავაგრძელოთ თუ საერთოდ გავჩერდეთ და აი ეს გარდამტეხი მომენტი იყო გადაწყვეტილების მიღება, რომ არა მოდი გავაგრძელოთ. რომელი წელია დავით თუ აქვს? ეს 2006 წელს. 6 წელს ხო? 2006 წელს დიახ. მაშინ მანქანა გავყიდე, რომ ბიზნესი გადამერჩინა, ისეთი პერიოდი იყო, ან ერთი ან მეორე დაგვეტოვებია და აი ესე ნელ-ნელა მე უკვე თვით ქვეყანაც უფრო ვითარდებოდა, ეთყობოდა და იცით, დამყვა, მე ავყევი. თქვენ აყევით, ქვეყანა აყვა, ეს ორფრივია, ჩემთვის და თქვენთვისაც ჩვენ ბიზნესში. კი, ნამდვილად ეგრე იყო და ვიდრე ომამდე საკმაოდ მზარდი დინამიკა იყო ყველაფრის. ახლა ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე შემიძლია ზუსტად წლების მიხედვით, თვეების მიხედვით თქვა, რამდენად ყველაფერი ერთად ვითარდებოდა და იზრდებოდა ნამდვილად. მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო მიგვეწოდებინა ზუსტად ომამდე. ბრენდი, რომელიც ჩვენ გვამშვენებს ახლა Delicatos სახით,
2005 წლიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც სახელწოდება თუ ის მერე იბადება? ოდნავ მერე, ის დაახლოებით 9 წელიწადში დაიბადა, ჯერ უბრალოდ მზაკერძების სამზარეულო ერქვა და შემდგომ ვიფიქრეთ, როგორ გადაგვექცია ეს უკვე ბრენდად. ანუ ეს ის პერიოდია, როცა მიტანის სერვისი, ბრენდი, დელიკატო, ყველაფერი ერთად ყალიბდება. ყველაფერი ერთად ყალიბდება. ჯერ მხოლოდ მიტანის სერვისი ჰქონდა კერძების და ერთ-ერთი მეზობლად ნაცნობი მუშაობდა და შემეკითხა, რომ თუ შეგვიძლია ჩვენ ფურშეტის გაკეთება. და მაშინ ჯერ მითხრა ხვალ მოგახსენებთ პასუხს. ხვალისთვის უკვე მან სხვა იპოვა, მაგრამ ჩვენ პასუხი ჰქონდა, უკვე გამზადებული მენიუ, როგორ გაგვეკეთებინა დიზაინი ერთმერე და ამის მერე პირველივე შეკვეთისთვის უკვე მზად ვიყავით და რომ შეგვეკითხნენ ფურშეტს თუ ვაკეთებ, ჩვენ თამამად ვუთხარით, რომ რა თქმა უნდა ვაკეთებთ. და უკვე ის კერძები, რომელიც ჩვეულებრივად მიქონდა დაფასებული, მერე ფურშეტის სახით, შემდგომ დავხვეწრეთ, რა თქმა უნდა, დიზაინი შეიცვალა, ბევრჯერ ტექნოლოგიები დაიხვეწა. და ესე დავით, ერთია ავტომობილის გაყიდვა მანქანის გადასარჩენად. მაგრამ რა წლებია ის, როცა დელიკატო უკვე ისე იზრდება, რომ ამას თქვენი მეუღლე, ოჯახის სხვა წევრები, ვინც ამ ბიზნესში იყვნენ ჩართულები, ატყობთ, რომ ის უკვე გაიზარდა, რომ ეს აღარ არის უკვე მცირე თუ მოზრდილ სამზარეულოში წარმოებული ბიზნესი და ის უკვე საჭიროებს მასშტაბირებას. დაახლოებით 1 წელი დაგჭირდა, რომ რეალურად გადაწყვეტილება მიგვეღო, ზუსტად ეს მიმართულება სწორად ავირჩიეთ, კარგად გილას ვართ, სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა. აი 1 წლის თავზე უკვე დაგჭირდა მასშტაბირება ამ თვალსაზრისით, რომ უკვე სხვა პერსონალი ავიყვანეთ, პროფესიონალი მზარეული, ახლა თავიდანაც ყავდა, მაგრამ უფრო ოჯახიდან გამომდინარე ვაკეთებდით. შემდგომ პროფესიონალი მზარეული, ძღოლი ავიყვანეთ მანქანისთვის და ასე შემდეგ. მთელი სტაფი მერე იზრდება და იზრდება, აი უკვე 2006 წლის შუა თუ არ მეშლება, ესე დაახლოებით ზაფხული გადავიდა თუ არა. 20 წლის თავზე. დიახ. რას წარმოადგენს ბრენდი დელიკატო და რა არის მის ქვეშ? კი ბატონო, ერთი სიტყვით შემიძლია ეს თქვა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს, როგორი არის ჩვენი, ასე ვთქვათ, უნიკალური სავაჭრო წინადადება, რომ ჩვენ ერთი ზარით, აი ახლა მიღებული პირობითად დილის 10 საათზე მიღებულ შეკვეთას, ხვალ ან 24 საათში გავშლით საქართველოს ნებისმიერ წერტილში პირობითად 200 კაციან ფურშეტს. ეს მასშტაბამდე მივედით, რომ ჩვენ ამისთვის ფაქტობრივად არავისი ჩართვა და ახლა ზედმეტად რაღაც ნერვიულობა არ დაგჭირდება. ეს იქნება ჩვეულებრივი შეკვეთა, რომელსაც ყველა მიცის რა გააკეთოს, ეს იქნება მომარაგება, წარმოება, დაფასოება. დამკვეთი იღებს მზა შეტიკს 24 საათის თავზე. დიახ, მათ უნდა დაგვახვედრო მხოლოდ ცარიელი ადგილი და ვარქვათ, ეს იქნება შენობაში თუ ღია ცის ქვეშ, არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება სახლის სახურავზე მოუნდეს ვიღაცას გაკეთება. ეგეთებიც კი, იქნება. დიახ. უბრალოდ ლამაზი სახურავი იყო იქ, რა თქმა უნდა. მოგეწონა. კი ბატონო, არაჩვეულებრივი ხედებით. ტყეში გაგვიკეთებიან. განსაკუთრებით პანდემიის დროს, ხო იცით? ძალიან მეგობრულია აპლიკაცია შეკვეთების დროს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა. დიჯიტალიზაციის და ეს სერვისების განვითარება როდის დადგა, როგორც გარდუვალი აუცილებლობა. აი ესეც დაახლოებით შეიძლება ითქვას 2006-7 წელი იყო. ეს წლები გამოდის დავით ისე, ხო, აი ისე ახსენებთ, რომ ეს ნამდვილად დელიკატოსთვის გადამტეხი წლებია. იმიტომ რომ ეს სტარტი იყო და შესაბამისად სულ რაღაცას ითხოვდა ახლოს, თქვა საიტი უკვე გვაქვს და ხო არ გჭირდება. მაშინ არ ქონდა და ვიღაცა რო გვეკითხებოდა, აბა ეს რა ღირს, ის რა ღირს, ჩვენ შესაბამისად გავაკეთეთ მარტივი საიტი იქ სამეზობლოში იყო ზუსტად ერთი კომპანია, რომელმაც დაგვიმზადა და ძალიანაც კარგად. შემდგომ ეს შეიცვალა, რასაკვირველი, ახლა უკვე მე-4 თუ მე-5 საიტია, რომელიც გვაქვს. შემდგომ სოციქსელები დაემატა, მე რეკლამაზე გავედით, მოკლედ თანმიმდევრულად ამას ყველაფერს არის დელიკატოში გამორჩეული აჩემება, რომელიც აქვს თქვენს მომხმარებელს სერვისებიდან ან გემოებიდან და კერძებიდან. რამე ისეთი განსაკუთრებული კერძი არა, ჩვენ დაახლოებით 150-დან 200 კერძამდე გვაქვს მენიუში და თვით ესეთი უკვე გამზადებული ლანჩბოქსები იქნება დაახლოებით 30-40. მიმართულებებიდან ბატონ დავით რომელია დელიკატოში? ფურშეტი და საოფისე კვება არის ძირითადი მიმართულება. ჩვენ ტკბილეულის მიმართულებაც გვაქვს, ახლა ჯანსაღი კვება ვამატებთ, გვინდა რომ უფრო პროფესიონალურ დონეზე, ახლა კი გვაქვს ჯანსაღი კვების მენიუ სრულად ჩამოყალიბებული, მაგრამ რაღაც დეტალები ჯერ კიდევ გვინდა დავამუშავოთ ბოლომდე და ამიტომაც ამას ისეთი სარეკლამო ხასიათი არ აქვს, როგორც მინდა რომ იყოს. დაარსებიდან განვითარების 21 წელს
დიახ. დელიკატო გუნდი რას წარმოადგენს და რა გეგმებით არის 2026-ში წარმოქმნილი? დელიკატოს გუნდი არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. ყველაზე. იმიტომ რომ რაც კეთდება, რასაკვირველია მათი ხელით კეთდება. ეს არის როგორც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, როგორც სწორად შეძენილი პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, ის სწორად უნდა შეინახოთ, მერე სწორად გადაამუშავონ, მერე სწორად დააფასონ და სწორად და გემრიელად მიუტანონ ადგილზე ღიმილის თანხლებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ეს გუნდი და ბევრი არის თანამშრომელი, რომელიც ზოგი პირველი დღიდან არის ჩვენთან და სტაჟი შეიძლება 10, 12, 8 წელი აქვს ზოგს ეს. ორი კითხვა დამჭა. რა სჭირდება დელიკატოს უფრო დიდი განვითარებისთვის? გავა პერიოდი, მე და თქვენ შევხვდებით აქ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ გავივლით ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ბრენდის ამ ისტორიას, რომელიც ჩვენ თვალწინ განვითარდა, მანდ დავით. მაგრამ მე მინდა რომ ის უფრო მეტად განვითარდეს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ვამბობ გულწრფელად. დავით ზაქარაიას გადმოსახედიდან, მისი პარტნიორების და ამ ბრენდის მესვეურების რა სჭირდება მას განვითარებისთვის? მე დავაყენებდი საკითხს, რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შემადგენელი ნაწილი, როგორც ზუსტად ისე ვითარდებით ჩვენ, როგორც ვითარება არის. 8 წლის ომმა, ესე იგი ჯერ იყო დინამიკა ძალიან მზარდი და ომის შემდგომ განულდა, შემდგომ კიდევ კრიზისი იყო, შეიცვალა ხელისუფლება, შემდგომ კიდევ კრიზისი იყო, სოფლიოს კრიზისიც მნიშვნელოვანი არის, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის. ახლა შარშან მოგეხსენებათ ისეთი ამბები იყო, ამანაც ხელი შეგვიშალა. ამიტომაც მე ვფიქრობ, მაინც პირველი რაც ქვეყანას სჭირდება ალბათ სამართლიანობა, სასამართლო, სტაბილურობა და ვარქმევდი ფინანსების ხელმისაწვდომობა უფრო იაფი სესხი, ახლა ჩვენ პერიოდულად სულ გჭირდებოდა სესხი, რასაკვირველია და ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი არის ბიზნესისთვის ძალიან ძვირია და ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის განათლება, საწყისი განათლება სკოლიდან დაწყებული და პროფესიონალური განსაკუთრებით. ეს ტექნიკუმები რო იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში პროფესიული სასწავლებლების, რომელიც უშვებდა პროფესიონალ მუშახელს ზუსტად ჩვენი სახის კომპანიებისთვის და ვთქვათ. კვების დარგში ეს იქნებოდა მშენებლობა თუ სხვა, მაგრამ პროფესიონალები სამწუხაროდ ყავს, მაგრამ ცოტა. და ვინც ყავს ისინიც სხვა ბაზრებს არჩევენ და სხვა ქვე. დიახ, კი ბატონო, ზუსტად იმიტომ რაც ჩვენ თავიდან ვთქვით. თვითონ ბაზარზე და ამით დავასრულოთ, მან დავით. მადლობა ამ ანალიზისთვის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ბაზართან მიმართებით რა ხდება? ანუ არის თუ არა კონკურენცია, როგორ არის ის ჩამოყალიბებული? დელიკატოს თავისი როლი აქვს, თავისი კორპორატიული მუდმივი კლიენტები, მაგრამ მეორე მხრივ თქვენ მარტო არ ახართ ბაზარზე. კონკურენცია დიდია, ეს კარგია. მომხმარებელიც იზრდება ქვეყანასთან, ბიზნესთან ერთად ნამდვილად. ახლა თუ როცა დავიწყეთ მაშინ 2006 წელს ერთი ასეთი შემთხვევა იყო, მეგობარმა მომკითხა, რას აკეთებოდი? მე ვთქვი, ფურშეტებს ვაკეთებ, თქო და ეს რა არისო? მაშინ არც იცოდა ხალხმა ზოგადად ფურშეტი რა იყო. დღეს უკვე თითქმის არ არის ღონისძიება მეტნაკლებად სერიოზული, რომ ფურშეტის გარეშე ჩატარდეს, კი რომ უკითხო, მაგრამ ფურშეტი არ იქნება, ადრეც თუ საერთოდ არის. ამიტომაც ყველაფერი უმჯობესდება და იზრდება კი რა თქმა უნდა. ჩვენც ყველაფერი ვითარდება. ჩვენც ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ, ასე ვთქვათ. ყოველთვის სიახლეზე გეულდებით BMG-ზე. დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავით ზაქარაია, კომპანია დელიკატოს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში.